როგორ გაიცემა ასტროლოგიაში რეკომენდაცია შეგიძლია თუ არა შინაური ცხოველის ყოლა. აქ პრობლემა არის იმ მხრივ, რომ შენ შეიძლება იყო საფრთხის მომტანი კონკრეტული შინაური ცხოველისთვის, ან შინაური ცხოველი შესაძლებელია იგივენაირად იყოს საფრთხის მომტანი შენთვის. ეს ყველაფერი განისაზღვრება მე-6 სახლით, თუ დაზიანებული არის მე-6 სახლი, თქვენთვის არ არის რეკომენდირებული შინაური ცხოველების ყოლა, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ კონკრეტული საფრთხე შინაური ცხოველებისგან, ეს შესაძლოა გამოიხატებოდეს ჩვეულებრივად რაღაც დაავადებების გადაცემაში, რაღაც კონკრეტულ ინფექციებში, იგივენაირად რუტინის დარღვევაში, ყოველდღიურ პრობლემებში, ანუ 1000 რამე შეიძლება იყოს, უბრალოდ ის რომ ცხოველისგან შენ გექნება პრობლემა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ცხოველი შენ აუცილებლად მოჰყავს. უბრალოდ მისგან იქნება პრობლემები. ეს არ არის არაფერი კატასტროფული, მაგრამ ყოველი შემთხვევაში ადამიანმა ეს უნდა იცოდეს. ხშირ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ მე-6 სახლი არის იგივენაირად დაავადებების სახლი, ცხოველების ყოლა ბევრს უჩენს, ესე ვთქვათ, პრობლემებს. მე-6 სახლი იგივე ალერგიების სახლია, შესაბამისად, ცხოველებზე შეიძლება იყოს ალერგია, შეიძლება იყოს კონკრეტული სახის, ესე ვთქვათ, ქრონიკული ყოველდღიური სამედიცინო პრობლემებს იწვევდეს, ეს იგივე სახლი არის, ანუ ამიტომაც შეიძლება ეს ყველაფერი იყოს ცხოველების გამოც. პლუს ამის არსებობს სხვა ტექნიკა ასტროლოგიაში, ეს არის კომპენსატორული ტექნიკა, თუმცა მე პირადად ეჭვი მეპარება, რომ ეს ტექნიკა მუშაობს ყოველთვის, ანუ გარანტირებული შედეგი ამ შემთხვევაში არ არის. ცოტა ესეთი სადავო მეთოდი არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვისაც მე-6 სახლი აქვს დაზიანებული, ურჩევენ სპეციალურად, რომ ჰყავდეთ შინაური ცხოველები, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა საფრთხე, რომელიც გელოდება შენ ყოველდღიურად, გადავიდეს ცხოველზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთი და იგივე სახლი არის. ანუ მე-6 სახლის სამედიცინო პრობლემები გქონდეს არა შენ, არამედ გადავიდეს ცხოველზე, იქიდან გამომდინარე, რომ ცხოველიც მე-6 სახლით გადის, ესე ვთქვათ. შესაბამისად, თქვენ ასეთ შემთხვევაში სწირავთ თქვენ შინაურ ცხოველებს თქვენს ნაცვლად. იქიდან გამომდინარე, ცხოველის ზომითაც პატარაა და შედარებით ნაკლები ენერგეტიკა აქვს, ნაკლები სასიცოცხლო პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ის რაც თქვენ შეიძლება გადალახოთ და იყოს სამედიცინო პრობლემა, მაგრამ გადალახოთ, ცხოველს აუცილებლად მოკლავს. ანუ ამიტომაც ხშირად იყენებენ აი ესეთ კომპენსატორულ ტექნიკას, არის კომპენსატორული ტექნიკა, რომელიც შენ საშუალებას გაძლევს, რომ შენი სიცოცხლე გადაარჩინო ცხოველის ფასად. არ არის მაინც სწორი და სამართლიანი ჩემი აზრით, ყველაფერზე არ უნდა წახვიდეს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ანუ იქ არის ალტერნატიული ვარიანტებიც, უბრალოდ ეს შედარებით უფრო მარტივი ვარიანტია ბევრისთვის. ამიტომაც ნახეთ და აკვირდით, თუ მე-6 სახლი არის დაზიანებული, უფრო მეტად ფრთხილად უნდა იყოთ საკუთარ ცხოველებთან, იმიტომ რომ უფრო მეტი შანსი არის, რომ თქვენს ცხოველებს რამე დაემართოთ და თქვენც უფრო ფრთხილად უნდა იყოთ, ის ასწრები და სხვა ყველაფერი, რომ ცხოველებმა თქვენც და თქვენი ყოველდღიურობაც არ შეზღუდოთ.